წუთით. გამარჯობა. გამარჯობა. სწორად მოვედი, ხო? თამარი, თამუნა, ნიკოლოზის დედა ლეკვეიშვილი. დიახ. მოდი აქა, მოდი, შენ მოგიკუდა დედა, შენ მოგიკუდა დედა. რა ხდება? რა ხდება და სად არის შენი ცხოველი შვილი? ბავშვი რამის რომ მომიკალით. სად არის გამოიყვანე? რა ცხოველი? ჩემ ნიკოლოზზე ამბობთ, მაგრამ? შენ ნიკოლოზზე ვამბობ, დიახ, ეგ ცხოველი, ეგ ხო ოჯახში არის ზრდებით. ერთი წუთით ახლა ლაპარაკს დაუკვირდით და ამიხსენით, კარგად რა ხდება? რა შუაშია ჩემი შვილი? და ეს კაცი ვინ არის? ჯერ ერთი წესი არ დილაპარაკეთ, ეს კაცი არ არის, ეს ჯერ მოზარდია, ბავშვი არის ეს და მეორე გამოიყვანე შენმა ცხოველმა შვილმა რას დაამსგავსა ჩემი შვილი. მოკლაცემა. ვინ? კაცო, ჩემა ნიკოლოზმა? შენმა ნიკოლოზმა, ხო? შეხედე როგორ იყურება ბავშვებს, ქუთუთო აქვს ჩამოწელილი. ვაი, ეხლა ამას თუ თავი აქვს დარტყმული. დედას გიტირებთ აგაუხრებთ. ეხებით დაკიდებთ ამუნა. ნუ იმუქრებით ქალბატონო და ერთი წუთით ამიხსენით, რომ ჩემა ნიკოლოზმა ცემა თქვენი შვილი, ამას მეუბნები. შენმა ნიკოლოზმა, შენმა ცხოველმა. ვაი, ჩემი ნიკოლოზი ყავთ ნანახი? არა. ნიკოლოზ! გამოიყვანე. ნიკოლოზ! გამოიყვანე. მოდი დედიკო. ბიჭო, ამანები თავი შეხვეწები. და რა უნდა უკნა, შვილო? რო გეუბნე. ერთი წუთით. ანუ თქვენ გინდათ თქვათ, ეს არის ჩემი შვილი ნიკოლოზი. თქვენ გინდათ თქვათ, რომ ჩემა ნიკოლოზმა ცემა ეს კაცი? კი, შენმა ცხოველმა შვილმა ჩემი შვილი ცემა, გაიფინა წიხლის ქვეშ. ჯერ რანაირი ბავშვია ეს კაცო, რამ ხელა წვერია აქ? ერთი წუთით რა, წვერი იმიტომ რომ ბავშვს ჰორმონალური დარღვევები აქვს და მთელი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ჩაქრეული აქვს. არა, დედა, ასაკში ვარ უკვე და წვერიც მაგიტომ. შეხედე რეპს ლაპარაკობს და ეს აი საღათ ვერაზურ ამას თავი აქვს დარტყმული, თორე ესე არ ლაპარაკობდა. არა, რატო გაქვს ესეთი ფერი? აი ახლა ერთი წუთით. ესე გტკივა? არა, დედა, არა. როგორ არა, ესე გტკივა? ცოტა ოდნა. ესე? არა, თავი აქვს დარტყმული. არა, თავი აქვს დარტყმული, ბავშვი ვერ არის კარგად. ეხლა მე ხო ვამჩნევ ესე არაზროვნებს. ეს დღეს სხვანაირად აზროვნებს. ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ამან ცემა ეს? კი, ცემა მოერია, იმიტომ რომ ჩემი შვილი გენაცვარი არის ალალი, სუფთა, ოჯახში გაზრდა. გამორიცხულია. ერთი წუთით მომისმინე ახლა გამორიცხულია, რომ ამას ეცემა ეს. ეს მარტო კი არა, მამამისთან ერთად ვერ ცემდა ამას, ვერ მოერეოდა და ნიკოლოზი რანაირად ცემდა? აი, მაგიტო რაც გითხარი, სხვანაირი გულის ბავშვი არის ეს ოჯახშია გაზრდილი. რანაირი გულის ბავშვია ასეთი, რომ 12 წლის ბავშვი მოერია? მოსტრები, დიდი მოსტრი და პატარა მოსტრი. ვინ არის მოსტრი? გამაგლიჯინე ერთი შენი თავი. ეს იცით რა ბავშვია შვილო? ეს იცი როგორი თბილი გული აქვს, ეს არის სათუთი, ამას უმოფერება ჭირდება. გენაცვალოს დედა შენ. ნახე როგორ ხო არ გაოფლიანი. არა, დედა, არა. დედა. ხო, წავიდე. და შვილო, მოყევი ეს ლექსი დედას რო უყვარს. კაი, დედა, რა დროს ლექსია? არა, მოყევი შვილო. რა ხდება? მოყევი ერთი წუთით. ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უკვე არა, იმაზე გადადი იმ სტროფზე მე რომ მიყვარს შვილო. 9 ლახვარი რომ ჩამარტყა 9 ჯერ გულში, ტრის ჯინაზე 9 ჯერ მწარედ გავიცინებ. დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმაზე ერთხელაც არ დავიძინებ. ყოჩა, ბრავო! აი პატრიოტი შვილი, საქართველოს უზრდი პატრიოტი, ეს ისეთია, წინა ხაზზე წავა ხმალით ხელში, თავის ქვეყანას დაიცავს. ეს ისეთი თბილი, ეს არის დედიკოს სიხარული და დედიკოს სიყვარული. არ გვინდა ამას ენაცვალოს და ამის დაჩაგრავს არ გაპატიებთ. გაბზანდით ერთი წუთით ახლა არავის არ ჩაგრავს. მოდი გავარკვიოთ სინამდვილეში რა მოხდა, ნიკოლოზ. რა მოხდა მოგვიყევი? არაფერი კაცო, უბრალოდ ვიჩხუბე და შეხედე. უბრალოდ ვიჩხუბეთო და მიზეზი რა იყო შენ მითხარი? რა იყო და ერთად თამაშობდით ფეხბურთს, თამაშობდით ეზოში ერთად და დედამ დამიძახა რომ ამოდიო, ჭამეო. დაუჭადი ისე. არ იყო ეგ მიზეზი. აბა რა არ იყო დედას გებიცები, ეგ იყო მიზეზი, ამოდი ჭამეო და საჭმელად რო წავედი დამიჭირეს, ამდენი ბავშვები დამესრია და ცემეს მირწყეს ყველაზე ბევრს ეს მირწყავდა დედა. ითამაგდო და ირბინა თავზე იყო. ერთი წუთი აბა საჭმელად რო ადიხარ, იმდენი ხანი ჭამ ღამდება და რა გავაკეთო ჩვენ? მე რაგი შენ გიჭამ რა, მე თვითონ რომშია რა ვქნა, რანაირად ვითამაშო. გამე შეგიჭამეთ შენ ანიმ ბავშვებს თორნიკეს დაიბად რომ მირწყავდით ეს ცოტა მალე ჭამ. არა, არაფერი არ შეუჭამე, მაგრამ ბავშვები ვეღარ თამაშობენ. დაწყინარდი ნუ ნერვიულობ, შენ ნუ ნერვიულობ, ჯერ როგორ აზი სამოკლე შორტები წამოუხდია ეს მუხლები და უჩას და იმაშება. მოდი აქა. მე შენ
თქვენ რო იცოდეთ იქ ბევრი იყავით, მარტო რო ვიყავით დაგანგრევდით ძლებში. მოდი აქა. მე შენ რამდენჯერ გითხარი შვილო რომ ნუ თამაშობ მეთქე აი ამ აცვენილ გაუზრდელ ბავშვებთან. ხო გითხარი? ესენი არიან აცვენილები. თამაში ხო მინდა მეც. რატო შვილო? გოგოებთან მიდი და გოგოებთან თამაშე. რა კარგად თამაშობ რეზინობანას. მამალი რა კარგად ხარ ხოლმე რო ხტუნაო. ერთი წუთით ეხა მომისმინეთ ქალბატონო რა. რა რეზინობანა გოგოებთან, ნორმალურები ხართ საერთოდ? წესიერად ილაპარაკეთ ჩემ შვილზე, ვინ არის ისა გაუზრდელი? შეხედე ერთი კიდე აქეთ როგორ იმას მიშვება რა. და აცვენილიო ჩემ შვილზე ამბობ? აცვენილები ხართ, მოსტრები ხართ და ვინ არის მგლები ხართ, მგლები ხროვა ხართ ესე. რა ვიცი. ხო კიდე კაი თავს ვიკავებ ეხლა თორე თქვენ რა დღეში ჩაგაგდებდით, პატრულში დავრეკავდით, ციხეში ჩაქსვავდით ორივეს. რა ვიცი მე შეც არეული გაქვს ზაკვალი და კაც ვერ ამხედა აქ აბა ვინ არის ამის ჭკუის დამრიგებელი ეთყობა ისე ყავს არის ჰარალოზე აი ესე გაჩერდი წესიერად ილაპარაკეთ წესიერად და ნუ ხართ პანიკაში ქალბატონო პანიკაში ბავშვი ნაცემია ამ ხელა ტრამული დაზიანებები აქვს რომ მე აქედან რომ გავალ არ ვიცი საიწავარ თურქეთში თუ ისრაელში და კიდე ეს ელაპარაკობთ კაცებლებო თან უყურე ერთი როგორი ხეცის გამოხედვა ცხოველი ბინადრობს მასში ეს ძალადობა და ცემა ერთია მაგრამ ბავშვი ხო დააგდო ხვეჭიდავა ხო გაოფლიანდა ისოფლის საწავი და ისევ ორგანიზმში დაბრუნდა აქ უკვე ფილტვების სანთება მიდის ფილტვების სანთება ხო ბრონხოს სპაზმი აისახება ეგრევე მე წავიდა 1000-იანი ანტიბიოტიკი და სად დავაწვინო ადგილებიც აღარ აგვაქვს დაწყნარდით ქალბატონო ერთი წუთით და რჩევა მაქვს თქვენთვის ასეთი რა ვიცი თუ მომისმენთ ორივემ გადაიღეთ კატე ან გავარკვიოთ ამას ხო არაფერი ჭირს ფილტვებზე და თქვენ ხო ჯამთელად ხართ საერთოდ შეხედე შვილო რას გეუბნებოდი რომ შვილი ოჯახის სარკიაო რაც დედა ის შვილი აი წესიერად ილაპარაკეთ ეხლა თქვენ რა შეურაცხყოფის მასაყენებლად მოხვედი დაუნტობელი ცხოველები ხარ ვინ კაცო შენ აი რომ გიყურებ ერთი სული აქ რომ აი ამ დაგრძელებული პლასმასის დამყალებ ჭყილებით რომ მეცე და დამაზიანო რომ აი თვალის გუგა აი ამომთხარო შვილო აი ესე უნდა რომ ერთი ბუდი ამომიგდოს და ცალით დამტოვოს. რებს იგონებთ ქალბატონო. რომეც არ ვიყო ჯამთელი. თქვენ არა ხართ ჯამთელი ისე და. დედა წავიდეთ რა გთხოვ რა დედა გეხვეწები წავიდეთ რა. რატო ლაპარაკობ შვილო ეგრე? დედა წავიდეთ უკვე. არა შვილო სხვანაირად ლაპარაკობ. ჩვეულებრივად ლაპარაკობ. არა შვილო სხვანაირად შენ ესე ლაპარაკი არა დედა ერთი წავიდეთ. რატო სახში არ მოითავე? დედა ეხლა რა მოგივიდა რამდენჯერ გაგაფრთხილე? მოითავე და წამოდი ისე. ხო წავიდეთ სულად ხარ დედა სახში. ვაიმე მეტი არ მინდა რომ ბავშვ შარდის ბუშტი კონდეს დაზიანებული. არა დედა ეს შარდის ბუშტი კონდეს შესაძლებელი. დედას გიტირე. შარდის ბუშტი დაზიანებული კი არა, ქალბატონო, ეს ისეთ ასაკშია პრასტატა იქნება უფრო ალბათ. ჯვარი წერია, შვილო, ჯვარი წერია, რას ლაპარაკობ? სამჯერ მიაკაკუნე, როგორ გეკადრებათ, ჭკვიანად. ჭამე რამეს გამოდი აქეთ, ჭამე ნუ ხარ დაკომპლექსებული. აი ეს როგორ თაბამათან გას ეს ცხოველი ეს. ვინ არის ცხოველი, კაცო? რა დრო საჭმელია დედა? ხო, არ მინდა საჭმელი. მოდი აქა, საჭმელი რატო არ ჭამე ამდენი საათი აქა? არ მშია დედა, სახში ხო ჭამე წერან არ მინდა. ჭამე თორე, ისევ გცემ შვილო. არა დედა. ისევ გცემ. კაი, ნუ მაშინებ ხო, გამანებ. არ მინდა დედა საჭმელი. გაჭმევ ძალით, ხო იცი რომ გაჭმევ. ნუ ნერვიულობ, მოეშვი, ნახე მოადუნე მხრები, რატო გაქვს დაჭიმული? რატო გაქვს მხრები დაჭიმული შვილო? ჰა? რატო გაქვს მხრები დაჭიმული? რაშია საქმე? ქალბატონო. ესე გტკივა? კი, დედა მტკივა რომ მიხანა. აი ესე. ეგრე ეტკინება ქალბატონო. აი ეს მხარია გამოსაცვლელი ბავშვს. კლიანად. ახალი გჭირდება. ეს სვავი. როგორ უყურებს მიზანში როგორ გიღებს რომ ერთი სული აქვს რომ მარტო დაიმარტო ხელოს და ჩაიგდოს ეს ჩემი თოთო ბავშვი ეს აცვენილი კარგი გეხვეწებით ბავშვი უმამოდ გაზრდილი წესიერად ილაპარაკე შვილი თვითონაც არ იცის ვისი შვილია ვიცი შვილო აი ერთი ნერვიული ახ მაგას უსმენ არ მოусმინო და მომისმინე ერთი წუთით მე ჩემი აზრია ეხლა ესეთი აბა თუ და მე თანხმებით ბავშვები არიან ბავშვები რა ბავშვი და კაცი არიან უბნელები და შევარიგოთ ქალბატონო რა სიტყვით მაინც ერთად უნდა იცხოვრონ უბანში აბა შერიგდით თქვენი სახელი უკაცრავად თქვენი დიდი ბიჭი წვერიანი გიორგი ნიკოლოზ შერიგდით დედა შერიგდით ასე ჯობია რა გიორგი ფეხბურთის თამაში გიყვარს პესი კი როგორ არ მიყვარს ნიკოლოზ
შეიყვანე და ითამაშეთ. წამოდიეთ. ფეხბურთი ითამაშეთ. ხო. ასე არ ჯობია. ხო, არ ვიცი. თქვენს დაწყნარით. უკვე აღარ ვიცი რა ჯობია. დამაწყნარებლად იღებ. არ ვიცი, ეს ისეთ ხელში მყავს ბავშვი გაზრდილი, რომ სამანტყოფოდან არ გამოვდიოდი. იმდენი წვალება და ისა მაქვს, მაგრამ ყველგან რო დამყავს. სპორტი, ჭადრაკი, ფეხბურთი, კალათბურთი, კარებშიც ადგას, იქითაც ადგას, იმ კუთხეშიც გავს, ხან იქიდან გააქვს გოლი, ხან აქედან. ბადეშიც აგდებს, სულ სპორტული ცხოვრება, სპორტი არის ძალიან კარგი, სწორად არის იქცევით. მართლა ხო რა, ჩავდი ამ ბავშვი ყველაფერში. კარგია, გაგიმართლებს მე. ბიჭო, ნუ წუწუნ. რა მოხდა? არ მინდა არც წესი და არც არაფერი თამაში არ მინდა ამასაც წამოდი. რა მოხდა შვილო გიორგი? რა მოხდა დედავი რა და რა ხდება? პეს თამაშობს. და 5-0-ს უგებდა, რას ქვია 5-0-ს მიგება და ჯოისტიკი ჩამარტყა თავში. არ მინდა ამასთან. ვინა შვილო? აი აქ ჩამარტყა დედა. ის გამო შვილო. აი, რატო ჩაარტყა? ის გამო ჩაარტყა შვილო. არაფერია, მიქნია რა. შენ დრაკულა შენ არის დრაკულა, გადი. აი აქ საფეხბურთო. ბავშვი ხო 5-0-ს გიგებდა და რატო ჩაარტყი? საჩაგარტყა. აი აქ ჩამარტყა საფეხბურთთან. ვაიმე შვილო. ეგ ხო ნათხემია შვილო. ეგ ხო არა, ნათხემი აქ არის რა ხალბატონო. მნიშვნელობა აქვს? ნათხემი ხო პირდაპირ ყიფლი ბანდზია მიბმული და ბავშვს ხო ჯერ ყიფლი ბანდი არა აქვს დახურული. რა შვილო? რატომ იკლავ შვილს? დარეკეთ სასწრაფო. დახურული მაგრამ. დარეკეთ შვილო. შენ ჯერ არ იცი რა გაქვს დახურული. პირი მიშრება წყალი მომიტანე შეცხონელო შენ. სასწრაფო. ახლა თურქეთში ადგილი არ არის. ისრაელში მივდივარ. გამოდი წადი მამა იპოვებისი ხარ. წესი არა შევაპარეთ, არაფერი არ ჭირს. ხალბატონო, წადით იმკურნალეთ. ახალი თავი გვინდა შეშტერო. იმკურნალეთ. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.